სამმაგვ პლანეტარულ კრიზისს, კლიმატის ცვლილებას, მსოფლიო დაბინძურებას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას უწოდებენ. განვიხილოთ თითოეული მათგანი. კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გარემოს დაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევად მიიჩნევა. ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან მოყოლებული ადამიანმა წიაღისეული საწვავის, ქვანახშირისა და ნავთობპროდუქტების საწარმოო პროცესებში გამოყენება დაიწყო, რის შედეგადაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ეგრეთ წოდებული სათბურის აირები გაიფრქვევა. ამგვარ აირებს ძირითადად ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტის ქვეჟანგი განეკუთვნება. სათბურის აირებს მზიდან დედამიწაზე სითბოს სახით მიღებული ენერგიის დაჭერის უნარი გააჩნიათ, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში ჭარბად გაფრქვეული სათბურის აირები ჭარბი სითბოს შენარჩუნებას უწყობენ ხელს, რის შედეგადაც დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება და გლობალურად თბება. გლობალური დათბობის შედეგად იცვლება კლიმატი, გარემო პირობები, დნება ყინული, იმატებს წყლის დონე, ხშირდება და მეტად ინტენსიური ხდება ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორებიცაა მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, გვალვა. შესაბამისად, საფრთხე ექმნება ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. კლიმატის ცვლილების შედეგად საქართველოში უკვე შეინიშნება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური, მეწყრულ გრავიტაციული, ღვარცოფული მოვლენების სიხშირისა და სიმძაფრის ზრდა. ინტენსიურად დნება საქართველოს მყინვარები. უარყოფითი გავლენა აისახება სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე, ჯანდაცვაზე, ენერგეტიკაზე, ტყეზე, ბიომრავალფეროვნებაზე, მიწისქვეშა წყლებზე, სანაპირო ზონაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სხვა კომპონენტებზე. კლიმატის ცვლილების გამოწვევასთან გასამკლავებლად 1992 წელს შეიქმნა გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიზნები და ძირითადი პრინციპები. კლიმატის ცვლილების შერბილება გულისხმობს ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებას და მათი შთანთქმის ხელშეწყობას. მაგალითად, წიაღისეული საწვავის ნაცვლად ქარის ელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენების და ტყის საფარის აღდგენის გზით. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია კი უკვე დამდგარ უარყოფით შედეგებთან შეგუებას გულისხმობს. მაგალითად, წყალდიდობებისაგან დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობით. 2015 წელს დაიდო პარიზის შეთანხმება, რომლის მიზანიც დედამიწაზე ტემპერატურის ზრდის შეჩერებაა. კერძოდ, ტემპერატურა არ უნდა გაიზარდოს 1,5 გრადუსი ცელსიუსით, ან უკიდურეს შემთხვევაში 2 გრადუსით. პარიზის შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა, მათ შორის საქართველომ, უნდა მიიღონ ეგრეთ წოდებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, სადაც აისახება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ამბიციური მიზნები. კლიმატის ცვლილებასთან ერთად მსოფლიო ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა რესპირატორული თუ სიმსივნური დაავადების გამომწვევია და ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის დაღუპვის მიზეზია. წყლის დაბინძურება სუფთა წყლის შემცირებასა და ანტისანიტარიას იწვევს, რაც თავის მხრივ სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. მსოფლიოში ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ბავშვი სწორედ ამგვარი დაავადებების შედეგად იღუპება. მიწისა და ნიადაგის დაბინძურება მის დეგრადაციას იწვევს, რაც უარყოფითად აისახება ნაყოფიერებაზე, მიღებული მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის კეთილდღეობაზე. დაბინძურება უარყოფითად ზემოქმედებს საქართველოსაც. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებულ პრობლემას დიდ ქალაქებში, მსხვილ სამრეწველო ზონებთან წარმოადგენს. პრობლემურ დაბინძურებლებს ძირითადად უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი წარმოადგენს. ძირითადი მდინარეები და ტბები გაუწმენდავი ურბანული ჩამდინარე წყლებით ბინძურდება. მათში ვლინდება მძიმე ლითონების გადაჭარბებაც. სხვადასხვა ნივთიერებითაა დაბინძურებული მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლებიც. ნიადაგის კარგვა ეროზიული პროცესების, ნიადაგის დაბინძურების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის, კლიმატის ცვლილების შედეგია. სხვადასხვა ტიპის დაბინძურების დასაძლევად მიღებულია არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება. მაგალითად, კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ, ვენის კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ, ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ, გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ და სხვა მრავალი. რაც შეეხება მესამე კრიზისს,
ბიომრავალფეროვნების შემცირებას, ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემების მიხედვით 1970 წლიდან დღემდე აღრიცხული ბიომრავალფეროვნების 79% უკვე განადგურებულია. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სიჯანსაღეზე კი ჩვენი არსებობაა დამოკიდებული, ვინაიდან ბუნებისგან ვიღებთ ისეთ ეკოსისტემურ სერვისებს, როგორებიცაა საკვები, სუფთა წყალი, სამედიცინო საშუალებები, მერქნული რესურსები, ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა და სხვა მრავალი. საქართველო მდიდარია ბიომრავალფეროვნებით, თუმცა კლიმატის ცვლილების, ჰაბიტატების რღვევის, მზარდი, არარეგულირებული მოხმარების გამო მცენარეებისა და ცხოველების მრავალი სახეობა გადაშენების ზღვარზეა. ბიომრავალფეროვნების დასაცავად არსებობს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ, კონვენცია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, რამსარის კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ, ბერნის კონვენცია ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვაზე და სხვა მრავალი.